მუშაობას განაგრძობს Real TV-ის საინფორმაციო სამსახური. თქვენ უყურებთ დღის ამბებს 13 საათზე. ამერიკის სახელმწიფო მდივნის ვიზიტს საქართველოში სოფლიო გამოხმაურება მოყვა. ჰილარი კლინტონის ვიზიტს აქტიურად ეხმაურება დასავლური მედია. გავლენიანი გამოცემები ყურადღებას კლინტონის იმ განცხადებაზე ამახვილებენ, სადაც შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა საქართველოში დემოკრატიული არჩევნების აუცილებლობაზე ისაუბრა. რა ერთმანეთისაგან განსხვავებული მესიჯები გამოაქვეყნა გავლენიანმა დასავლურმა და რუსულმა მედიამ? პირდაპირ ეთერში მაია თევზაძე საუბრობს. საქართველოს მიმართ ვაშინგტონის ღია მხარდაჭერაზე არაერთი პუბლიცისტური წერილი გამოქვეყნდა მსოფლიო მედიაში. მსოფლიო მედიის გავლენიანი გამოცემები წერენ, რომ ჰილარი კლინტონმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ამერიკის ღია მხარდაჭერა საქართველოს მიმართ, დაადასტურა ის, რომ ამერიკა მხარს უჭერს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების უკან დაბრუნებას, მხარს უჭერს საქართველოში სამართლიანი და კონკურენტუნარიანი არჩევნების ჩატარებას და გარდა ამისა, ასევე მხარს უჭერს საქართველოში დაწყებული დემოკრატიული პროცესების ბოლომდე მიყვანას და ასევე დემოკრატიული გარემოს და რეფორმების კიდევ უფრო გაჯანსაღებას. გავლენიანი ვაშინგტონ პოსტი წერს სტატიას ასეთი სათაურით: ამერიკა ეხმარება საქართველოს თავდაცვას, ხვდება საქართველოს პრეზიდენტ სააკაშვილს, მაგრამ არ ხვდება მის მთავარ ოპოზიციურ მეტოქეს ბიძინა ივანიშვილს. კლინტონის მოწოდება თავისუფალი არჩევნები და კონკურენტუნარიანი საქართველოს სტატიას ასეთი სათაურით ფრანგული გამოცემა Le Figaro აქვეყნებს. ბობოქარი კავკასიის დამშვიდება და კლინტონის დროული ვიზიტი საქართველოში სტატიას ასეთი სათაურით New York Times-ი ავრცელებს დღეს. ჰილარი კლინტონის საქართველოში ვიზიტს უწყვეტ რეჟიმში და პირდაპირ ეთერში აშუქებდა გავლენიანი გამოცემები, გარდა ამისა BBC და Reuters. თუმცა აბსოლუტურად სხვა და განსხვავებულ მესიჯებს აკეთებდა გუშინ და დღეს რუსული მედია და ჟურნალისტები ამტკიცებენ, რომ საქართველოს მიმართ ამერიკის მხარდაჭერა ერთი სამხედრო ტანკერის წონას იწონის. რუსული მესიჯები ძირითადად ირონიული და ცინიკურია, მათ არ აქვთ არგუმენტები და გარდა ამისა წერენ ასევე იმასაც, რომ კლინტონმა საქართველოში ჩაიტანა საჩუქრები, თუმცა სანაცვლოდ ქართველებისგან არაფერი მოუთხოვია. შეერთებული შტატების უპრეცედენტო მხარდაჭერა. ამერიკა საქართველოს თავდაცვის სფეროს გაძლიერებაში დახმარებას პირდება. ჰილარი კლინტონი რუსეთს საქართველოს დეოკუპაციისკენ მოუწოდებს. მოწოდება საქართველოს სამართლიანი და გამჭვირვალე არჩევნებისკენ. ეს ის მთავარი მესიჯებია, რომლებიც დასავლური მედიის ფურცლებზე დღეს დილიდან გამოჩნდა. ჰილარი კლინტონის ქართული ტურნა მსოფლიო მედიის ობიექტივში მოექცა. ვრცელი სტატია ჰილარი კლინტონის ვიზიტს გავლენიანმა გამოცემა Washington Post-მა მიუძღვნა. შეერთებულმა შტატებმა საქართველოსთვის ახალი სამხედრო დახმარების შესახებ განაცხადა და სოლიდარობა გამოხატა ამ ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკის მიმართ, რომელიც გამოყოფილი სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის რეგიონების დაბრუნებას იმედოვნებს. წერს სტატიის ავტორი. Washington Post-ის ინფორმაციით, თავდაცვის სფეროში დახმარების 16.6 მილიონიანი პაკეტი სარადარო წვრთნებს, ვერტმფრენების პარკის მოდერნიზებას და ოფიცრების წვრთნას ითვალისწინებს, რამაც თავდაცვის უნარიანობის გაზრდის გარდა ქვეყნის ნატოში ინტეგრაციას უნდა შეუწყოს ხელი. შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის ვიზიტს მთელი დღის განმავლობაში აქტიურად აშუქებდა Reuters. ჰილარი კლინტონმა საქართველოში ვიზიტის დროს ხაზი გაუსვა, რომ რუსეთის მიერ ორი ქართული სეპარატისტული რეგიონის ოკუპაცია მიუღებელია, წერს Reuters ჟურნალისტი. ჰილარი კლინტონმა მაღალი შეფასება მისცა საქართველოს ეკონომიკურ რეფორმებს და ანტიკორუფციულ ძალისხმევას ნათქვამია სტატიაში. ამერიკის მაღალი რანგის პოლიტიკოსის ვიზიტი ბათუმში, აყვავებულ ზღვისპირა ქალაქში, სადაც 5 ვარსკვლავიანი სასტუმროები შენდება და უძრავი ქონების ამერიკელი მაგნატი დონალდ ტრამპი აპირებს ინვესტირებას, ნაწილობრივ მიზნად ისახავდა ხაზი გაესვა კონტრასტისთვის იზოლირებულ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან მიმართებაში, წერს ბრიტანელი ჟურნალისტი. ფრანგული გამოცემა Figaro ყურადღებას ჰილარი კლინტონის იმ განცხადებაზე ამახვილებს, სადაც შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა საქართველოში დემოკრატიული არჩევნების აუცილებლობაზე ისაუბრა. მისი თქმით, არჩევნები საქართველოს დემოკრატიული განვითარების გზაზე მორიგი წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება. დასავლურისგან განსხვავებით გაღიზიანებას ვერ მალავს რუსული მედია. რუსი ჟურნალისტების ყველაზე დიდი შეშფოთება ჰილარი კლინტონის მიერ საქართველოს თავდაცვის უნარიანობის მხარდაჭერის მნიშვნელობაზე საუბარმა გამოიწვია. ჰილარი კლინტონი საქართველოში საჩუქრით ჩავიდა და სანაცვლოდ არაფერი მოითხოვა, ირონიით შენიშნავს გამოცემა კომერსანტი. კლინტონმა საკუთარი მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ კიდევ ერთხელ დააფიქსირა, თუმცა არ უთქვამს განიხილა თუ არა საქართველოს პრეზიდენტთან თეირანთან ურთიერთობის საკითხი, ნათქვამია სტატიაში.
ამერიკის სახელმწიფო მდივანმა და საქართველოს პრეზიდენტმა ერთმანეთის მიმართ საქებარი სიტყვები არ დაიშურეს. ასეთი შინაარსის სტატია Newsroom გამოაქვეყნა. საქართველოს დეოკუპაციის მნიშვნელობაზე ჰილარი კლინტონმა კიდევ ერთხელ ისაუბრა და რუსეთს 2008 წლის აგვისტოს სამშვიდობო ხელშეკრულებით აღებული ვალდებულებების შესრულებისკენ მოუწოდა. პარალელურად მიხეილ სააკაშვილმა ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ უცვლელი და მყარი პოზიციის გამო ჰილარი კლინტონს მადლობა გადაუხადა, შენიშნავს რუსი ჟურნალისტი. საქართველოდან ჰილარი კლინტონი აზერბაიჯანში გაემგზავრა. აზერბაიჯანიდან კი ამერიკის პირველი დიპლომატი ევროპულ კავკასიურ ტურნეს თურქეთში დაასრულებს. სოფლიო მედია ჰილარი კლინტონის საქართველოში ვიზიტის დროს ქართული ოცნების ლიდერთან მის შეხვედრას ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრასაც ეხმიანება და როგორც ირკვევა Associated Press-ისთვის მიცემულ ინტერვიუში სატელეფონო ჩანაწერში ბიძინა ივანიშვილი აცხადებს, რომ მას არ სურდა სააკაშვილის ჯაშუშების გვერდით დგომა და სწორედ ამიტომ თქვა უარი ჰილარი კლინტონთან შეხვედრაზე. მე გთავაზობთ სტატიიდან ციტატას. მე არ მინდა იქ სააკაშვილის ჯაშუშებთან ერთად ყოფნა. უთხრა Associated Press ივანიშვილმა. მან ინგლისური მეტნაკლებად იცის, მაგრამ დიდწილად თარჯიმანს ეყრდნობოდა. მისი თქმით, ის იმედოვნებს, რომ შემოდგომაზე პრემიერ-მინისტრი გახდება და განამტკიცებს საქართველოს პარტნიორობას ვაშინგტონთან. რატომ უთხრა ბიძინა ივანიშვილმა ევროპულ მედიას, რომ მას არ სურდა სააკაშვილის ჯაშუშებთან ერთად დგომა, მაშინ როცა მისივე პარტიის თავმჯდომარე და მისივე თანაგუნდელები ამ შეხვედრას ესწრებოდნენ, ამ თემის გაგრძელებას რეალ TV-ის საინფორმაციო სამსახური. მადლობთ მაიკო. მაშასე ჰილარი კლინტონის ვიზიტი საქართველოში დასრულდა. ამერიკის სახელმწიფო მდივანმა საქართველოს ბათუმის საერთაშორისო აეროპორტიდან 11 საათზე დატოვა და აზერბაიჯანში გაემგზავრა. ბაქოდან სახელმწიფო მდივანი თურქეთს ეწევა, სადაც თურქეთში გლობალურ ტერორიზმთან დაკავშირებით დაგეგმილ მინისტერიალს დაესწრება. კლინტონი ბათუმში სომხეთიდან ორშაბათს საღამოს ჩამოფრინდა. ბათუმში ამერიკის სახელმწიფო მდივანი ხელისუფლების და ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდა. ბათუმის საერთაშორისო აეროპორტიდან ჰილარი კლინტონი საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მთავრობის წევრებმა, ამერიკის ელჩმა საქართველოში ჯონ ბასმა და საქართველოს ელჩმა ამერიკაში თემურ იაკობაშვილმა გააცილეს. გამგზავრების წინ ჰილარი კლინტონმა და მიხეილ სააკაშვილმა აეროპორტში სამახსოვრო ფოტოები გადაიხეს. ბათუმის დატოვებამდე ჰილარი კლინტონი მიხეილ სააკაშვილს კიდევ რამდენიმე წუთით გაესაუბრა, რის შემდეგაც საქართველო დატოვა. საქართველოში ისევ დავბრუნდები. გამარჯობა ბატონო პრეზიდენტო. თქვენ გუშინ რეკორდი დაამყარეთ სეირნობაში, თითქმის 1 საათის განმავლობაში სეირნობდით. ჩვენ 50 წუთის განმავლობაში ვსეირნობდით, არა ბატონო ელჩო. ძალიან სასიამოვნო იყო, მომეწონა. არაჩვეულებრივი, საოცარი იყო ის ორი ქანდაკება. ულამაზესი მხარეა. როგორ გამიხარდა სანდრას ნახვა? მიხარია, რომ გუშინ ჩვენთან ერთად იყო. გამარჯობა, როგორ ხართ? ძალიან მაგარია თქვენი ქალაქი. წინა ვიზიტის დროს დაგვიდა საქართველოში დაბრუნება. დაბრუნდა, ეხლა კიდევ თქვა, არ აქვს მნიშვნელობა რა სტატუსით, მაგრამ მე საქართველოში აუცილებლად დავბრუნდებიო. რაც შეეხება პოლიტიკურ მნიშვნელობას ამ ვიზიტის, საქართველოს და შეერთებული შტატების სამხედრო დამშრომლობა ნამდვილად გადადის სხვა ეტაპზე. მეორე მნიშვნელოვანი თემა, რაც მუდმივად განხილვაში იყო, ეს ჩვენი ორმხრივი სავაჭრო და ფინანსური ურთიერთობები. საქართველოს არ ჭირდება დახმარება, საქართველოს ჭირდება ახალი ბაზრები, საქართველოს ჭირდება ინვესტიციების მოზიდვა, საქართველოს ჭირდება ამერიკული კომპანიების ფილიალები საქართველოში. ყველაზე დიდი დახმარება საქართველოსთვის ახლა იქნება სასწრაფოდ, რაც შეიძლება ბევრი დამკვირვებელის გამოგზავნა, ეს დაპირება მივიღეთ. ჩვენ არჩევნებს ჩავატარებთ უმაღლესი ევროპული და დემოკრატიული სტანდარტებით, მაგრამ ამისათვის გვჭირდება ჩვენი მეგობრების დახმარება. გვიანობამდე გაგრძელდა ჰილარი კლინტონის და ამერიკული დელეგაციის წევრების ვიზიტის არაოფიციალური ნაწილი ბათუმში. საზღვაო ქალაქის ღირსშესანიშნაობების სტუმრებს საქართველოს პრეზიდენტმა თავად დაათვალიერებინა. ამერიკელი სტუმრებისთვის პიაცაზე საგანგებო კონცერტით ქართული ნაციონალური ბალეტის წევრები და ცნობილი შემსრულებლების სოპრანო თეადვალი და სოფონი ჯარაძე წარსდგნენ. პიაცაზე ჰილარი კლინტონს ის ამერიკელი პედაგოგებიც დახვდნენ, რომლებიც ინგლისური ენის სწავლების პროგრამის ფარგლებში უკვე რამდენიმე თვეა საქართველოში ცხოვრობენ. ჰილარი კლინტონი მათ გაესაუბრა. საქართველოს პრეზიდენტისგან კი პროგრამის მნიშვნელობაზე მისი აზრი მოისმინა.
Nice to meet you. What's your name? I'm Audrey. Hi, Audrey. Where are you from? We talked lots of financing, and he said, this guy said, I cannot go on. Like, Old style drug. I like that. პიაცაზე გამართული კონცერტის დასრულების შემდეგ მიხეილ სააკაშვილმა და ჰილარი კლინტონმა ბათუმის ქუჩებში გაისერნეს. სახელმწიფო მდივანი ქალაქის ძველი და ახალი არქიტექტურით დაინტერესდა. საქართველოს პრეზიდენტმა ძველ ბათუმსა და ახალ ორლიანს შორის მსგავსებაზე გაამახვილა ყურადღება. მან სტუმარს ის მნიშვნელოვანი პროექტებიც გააცნო, რომელიც ბათუმში უკვე განხორციელდა, ისიც რაც სამომავლოდ არის დაგეგმილი. მიხეილ სააკაშვილმა ჰილარი კლინტონს საქართველოს განათლების სისტემაში გატარებულ რეფორმებზეც მიაწოდა ინფორმაცია. პრეზიდენტმა და სახელმწიფო მდივანმა ბულვარში გაისერნეს და ალი და ნინოს ქანდაკებას მოინახულეს. როდის დაიწყეთ ეს პროგრამა? ეს პროგრამა დაახლოებით 2 წლის წინ დავიწყეთ. მათ მხოლოდ ჯიბის ფულს ვაძლევდით. ისინი ოჯახებში ცხოვრობენ და ქართული სტუმართმოყვარეობით სარგებლობენ. აქ დაახლოებით 7-8 თვეს რჩებიან და საშობაოდ საკუთარ ქვეყნებში ბრუნდებიან. ეს ყველაფერი სახელმწიფო თუ კერძო ფულით ფინანსდება? ყველაფერს სახელმწიფო იხდის, თუმცა საერთო ჯამში ძვირი არ ჩდება. რამდენი მასწავლებელია ახლა ქვეყნის მასშტაბით? ქვეყნის მასშტაბით დაახლოებით 2800 სკოლა, ასე რომ მათი რიცხოვნობაც გსურს რომ დაახლოებით ამდენი იყოს. როდესაც ბავშვი სკოლაში მიდის და ინგლისურის პირველ გაკვეთილს ესწრება, მასწავლებელი ინგლისურენოვანი გვინდა რომ იყოს. სექტემბრიდან დაახლოებით 2500 მასწავლებელი გვეყოლება და შემდეგ უკვე თითქმის ყველა სკოლაში სულ მცირე ერთი მასწავლებელი იქნება. შესანიშნავია. ასე რომ ისინი ჩამოდიან და ჩვენთან მოსწავლეებს ნოუთბუქებს ვურიგებთ, რომლებიც საქართველოშია წარმოებული. თავიდან შეიარაღების წარმოებით დავიწყეთ, შემდეგ კი უკვე ბიზნეს თვითმფრინავებისა და კომპიუტერების წარმოებაზე გადავედით. კომპიუტერებით ბავშვები უკეთეს განათლებას მიიღებენ, ასე რომ ყავს მასწავლებელი და ბავშვებს აქვთ კომპიუტერები. ეს ყველაფერი ძალიან რევოლუციურია და მენტალიტეტის ტრანსფორმაციას უწყობს ხელს. ასევე დავიწყეთ ფილმების ორიგინალში სუბტიტრებით ჩვენება. ძალიან გართულდა ამ რეგულაციის დაწესება, რადგან მაუწყებლები ამ ინიციატივას ეწინააღმდეგებოდნენ. მაგრამ ჩვენ უფრო მეტად გვსურდა ინგლისური ენის გაშხერება. ბევრი რამ იცვლება, ჩემ პრეზიდენტობისას სიარიბე 52-დან 18%-მდე შემცირდა. ახლა ბავშვები, როდესაც სკოლაში დადიან, მართლაც შესანიშნავს საკლასო ოთახებში უტარდებათ გაკვეთილები. აქვთ კომპიუტერები და ჰყავთ ამერიკელი ინგლისური ენის მასწავლებლები. ეს მათ მენტალობას ცვლის. ეს გარკვეულწილად ფსიქოლოგიური ფაქტორიცაა იმისთვის, რომ სიღარიბე დავძლიოთ. მართალი ხართ, ამას დიდი ფსიქოლოგიური ეფექტი აქვს. especially to fight for kids and their mentality, to show them something else. ეს განსაკუთრებით პატარა ბავშვებს ეხებათ, რომ მათ რაღაც განსხვავებული ნახონ. ფიჭური კავშირგაბმულობის ერთ-ერთმა კომპანიამ ერთ-ერთ სკოლაში ტექნოლოგიური კლასი მოაწყო. ეს იდეა იმდენად მომეწონა, რომ მათ მსგავსი კლასების სხვა სკოლებში გაკეთება შევთავაზეს და ისინიც დაგვთანხმდნენ. ახლა მსგავსი საკლასო ოთახები დაახლოებით 5 სკოლაშია. ეს რა თქმა უნდა წვრილმანია, მაგრამ ფსიქოლოგიური ეფექტი ამასაც აქვს. Of course, it's a circus, but then it has psychological effects. ეს მაღაზიებია? დიახ, მაღაზიები და კაფეები. ამ ადგილს, როდესაც პრეზიდენტი გავხდი, ყოველწლიურად დაახლოებით 100,000 დამსვენებელი სტუმრობდა. გასულ წელს კი თითქმის 2 მილიონი ტურისტი ეწვია ამ ადგილს. წელს 4 მილიონ ტურისტს ველოდებით და გაისად ალბათ 5-ს. ეს რა არის? ეს ამბანის კოშკია. სულ ზევით მოძრავი რესტორანი და სატელევიზიო სტუდიებია. And there are television studios. საყოველთაოდ ცნობილ პერფორმერებს იწვევთ, ხო? გავიგე რომ სტივი ვონდერი აპირებს ჩამოსვლა. ნამდვილად, როგორც წესი ეს საახალწლო კონცერტია ხოლმე. 3 წლის წინ ხოსე კარერასი გვსტუმრობდა. აქ იყო პლასიდო დომინგო და ანდრია ბოჩელიც. წელს ხულიო იგლესიასი იყო. მათ გარდა წარმოდგენებს ქართველი არტისტებიც მართავენ. მეც შეუულებრივ ამ კონცერტს ვესწრები ხოლმე, სადაც 50,000 კაცია შეკრებილი ღია ცის ქვეშ. It's an old restored building with all these things, but actually they brought ეს ძველი შენობაა, სადაც რესტორანია. ამ საათის დიზაინი კი ვატიკანშია შექმნილი. იქაური საათის ზუსტი ასლია. made a copy of this mantua clock. You cannot see time because it's a 14th century clock and it's an astronomical one. There are two things that ეს ასტრონომიული საათია. აი ეს ქალბატონი კი მედეა.
საქართველოს ორი რამის სამშობლოა, ჩვენგან წამოვიდა ღვინო და მედიცინა. მედიცინა დედოფალ მედეასგან მოდის, რომელიც ამ ადგილებში ცხოვრობდა რამდენიმე ათასწლეულისი. ის ბერძენ მეზღვაურებს გაჰყვა და თან ქართული საგანძურიც გააყოლა. შემდეგ საკუთარი შვილებიც მოწამლა. დედოფალი მედეა. დია ხარგონავტებისა და ოქროს საწმისის სწორედ მასია, ასე რომ მედიცინა მის სახელს უკავშირდება. ძალიან საინტერესოა. აი აქ ამერიკული ტექნიკური უნივერსიტეტი იქნება. ეს დაახლოებით 3 თვეში დასრულდება. აქ კი ველოსიპედისტების გზა. გაისად კი გეგმავთ, რომ ქალაქის ცენტრში ჩვეულებრივი ავტომობილებით მოძრაობა აუკრძალოთ და გადაადგილება მხოლოდ ელექტრომობილებით იქნება შესაძლებელი. სულ მალე ალბათ ასეთი ელექტრომობილების წარმოებას საქართველოში დავიწყებთ. ველოსიპედების გაქირავება ხდება? დიახ, აქ უკვე შეგიძლიათ იქირავოთ ველოსიპედი. რამდენიმე ასეული ერთეული უკვე არის. რამდენად თბილია წყალი? საბანაო სეზონი 5-6 თვე გრძელდება. რამდენიმე წუთში რეალ ტივის ეთერში დღის სტუმარი დაიწყება. დღევანდელი გადაცემის ანონს ტრადიციულად ჩემი კოლეგა ლელა ნინოა წარმოგიდგენთ, რომელსაც როგორც ხედავ, დაუჭერია უკვე ოქროს თევზი. პატარა ნავის ზღვასთან ახლოს ანკესი. ეს არის მისი ოცნება. თუ რეალობაში არა, რეალ ტივში მაინც აუხდება ივა როგორც ხედავ. გავიგოთ, ვისი ბაბუა იყო აბრაგი, რომელიც სტალინთან იყო ძალიან ახლოს. რას ეუბნებოდა სტალინი და რა ხელწერები გააჩნია ქართველ მწერალს, პოეტს, სწორედ ამ ადამიანის. კიდევ ის თვლის, რომ წერლობა არის ის სახე, რომელიც შეგიძლია თავისუფლად და თამამად ააფარო სიკვდილ სახეზე. მოკლედ, ის სპეციალურად დღის სტუმრისთვის ჩამოვიდა ბათუმიდან. ასე ამბობს, ბათუმი არის წვიმა და არაფერი სხვა. ღმერთიო, ძალიან ბევრ ენაზე საუბრობსო და ერთ-ერთი ენა არის სხვა, წვიმა და ბათუმიო. მოკლედ, 2 საათს უნდა დაელოდოთ, იქნება სიურპრიზებით დახუნძლული დღევანდელი დღის სტუმარი. პოეზიის დღეა და იმიტომ. მე წარმატებებს გისურვებთ, დაელოდეთ რეალ ტივიზე დღის სტუმარი დღის 2 საათზე იწყება. ჩვენ ისევ უბრუნდებით ჰილარი კლინტონის ვიზიტ საქართველოში. ქედისკენ მიმავალ გზაზე შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის ესკორტს ქუჩაში ხალხი ეგებებოდა. კლინტონის დასახვედრად ასობით ადგილობრივი მცხოვრები გამოვიდა. ქედაში პრეზიდენტმა საპატიო სტუმარს უძველესი საწნახელი და ღვინის მარანი დაათვალიერებინა, გააცნო ღვინის დამზადების ტექნოლოგიაც. საქართველოს პრეზიდენტი სახელმწიფო მდივანს იმ პროექტების შესახებ ესაუბრა, რომელიც რეგიონის მასშტაბით ხორციელდება. Drive. Hi, Sandra. How are you doing? I am so happy to see you again. How have you been? Fine. How are the boys? Good. Good. მინდოდა უფროსი ბიჭი წამომეყვანა, მაგრამ მითხრა ბევრი დავალება მაქვს. ასე ხდება ძირითადად. შემეძლო დამეძალებინა, მაგრამ ამას აზრი არ აქვს. რამდენი წრის არის ახლა? ის 0.1%-ით წინ უსწრებს სოფლიო რეკორდსმენებს. თქვენთან ერთ-ერთი წარმომიდგენია ისიც როგორი ჭკვიანია. ნახეთ როგორ გვესალმებოდა ხალხი, განსაკუთრებულად. ძალიან ვჩქარობდით, ზოგმა დაგვინახა, ზოგმა ვერა. ვინც ნახა, ალბათ უთხრა, რომ მე ნამდვილად აქ ვარ. ბავშვი რომ ეჭირა, ნახეთ როგორ გვიქნევდა ხელს. მეც დავინახე. კინაღამ გადმოხდნენ. ამ კუთხეში ვენახები ძირითადად არა აქვთ, მაგრამ ხალხმა ველური ვაზი აღმოაჩინა და გააშენა. შედეგიც ნახეთ საკუთარი თვალით. ულამაზესი ხედია. აქ ისეთივე კლიმატია, როგორც კალიფორნიაში, სანტა-ბარბარაში. მთებიც საკმაოდ მაღალია.
ახლა ხან ვიმყოფებოდი სანტა-ბარბარაში. ის ძალიან გავს აქაურობას. თუ გაემგზავრით 9 საათში შეძლებთ თხილამურებით სრიალს. ჩვენ უკვე განვავითარეთ სათხილამურო კურორტი. ის ძალიან თანამედროვეა. ადგილობრივი მოსახლეობისთვის ეს შემოსავლის მიღების კარგი შესაძლებლობაა. ჩემი აზრით ეს ხალხის დახმარების საუკეთესო გზაა. ეს მართლაც დიდებულია, ძალიან მომწონს. ისიც როგორ წურავენ ღვინოს, მას ჯერ წურავენ, შემდეგ კი ჭურჭელში ათავსებენ. ეს კი 400 წლის საწნახელია. აქ შარშან ღვინო მონაკოს პრინცთან ერთად დავწურეთ. ეს არის ჩვენი ადგილსაყოფელის სიმბოლო. დაუჯერებელია, ახლა ჩვენ ვიმყოფებით ერთსა და იმავე განეცსა და გრძედზე. აქ არის ყველა ის პროექტი, რომელსაც ვახორციელებთ. ამას სექტემბერში ვხსნით. ეს ის არის, რომ მეუბნებოდნენ 40 წუთის სავალზეაო? დიახ, ესეც შემოდგომაზე იხსნება. ზევიდან შესანიშნავი ხედი იშლება. საცხოვრებელი კომპლექსია? დიახ, 35 სართულიანი. ეს კი ახალი სტადიონია, რომელსაც ვაშენებთ. ეს რა არის? გასართობი ცენტრი. ეს ალბათ აკვარიუმია. ეს შენობა კი მომავალ წელს გაიხსნება. ეს კი კემპინსკია, 5 ვარსკვლავიანი. ეს კი ტრამპ ტაუერი. ეს კიდევ ერთი სასტუმრო, 45 სართულიანი. ეს შენობა კი სინგაპურის მარინა ბეის გავს. მრავალსართულიანია და მის გვერდით გასართობი ცენტრი იქნება. ეს უნივერსიტეტია? ზევით მბრუნავი რესტორანია და სატელევიზიო სტუდიები. სხვათა შორის კულტურული ღონისძიებების დროს მასწავლებლებს შეგახვედრებთ. ერთ-ერთ შევხვდით, ამერიკელი იყო. ამას კი მომავალ ზაფხულს გავხსნით. უამრავ საქმეს აკეთებთ. ეს ყველაფერი ამაღელვებელია. აქ გვაქვს ყველა სახეობის ღვინო, თეთრი, შავი, წითელი, ყველა საუკეთესო ქართული ჯიშის ყურძნისგან მზადდება. მომწონს ქართული ღვინო. გავსინჯე ბოლოს რომ ვიმყოფებოდი. ძველი ქართველები გარეგნობით თქვენნაირები იყვნენ, მაგრამ შემდგომ ჩემნაირები გახდნენ. თქვენც არ გამოიყურებით ცუდად. კი, მაგრამ გვინდა თქვენნაირები. ჩემთვის დიდი პატივი აქვს რომ იმყოფებით. მე მქონდა პატივი თქვენ და ჯონ მაკეინს ერთობლივად დაგესახელებინეთ ნობელის მშვიდობის პრემიაზე. პრიზი ვერ მივიღე, მაგრამ მივიღე წერილი თქვენგან. ეს ჩემ ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ნაწილი იყო, ზოგჯერ ასეთი ფურცელი შობს, რაც კი შეიძლება ცხოვრებაში მიიღო. ყოველთვის მინდოდა გამემართლებინა თქვენი იმედები და ამ ერთსაც სურს გაამართლოს ის მოლოდინი, რაც თქვენ გაქვთ. თქვენ ნახეთ ადამიანები აქეთ მომავალ გზაზე. ბევრ ქვეყანაში უყვართ ხალხის ასე გამოჩენა. მათი უმეტესობა ავტორიტარულია და ვიცი როგორც აკეთებენ ამას. მაგრამ ხალხის სახეებიდან ემოციებს ვერ გააქრობ და კარგად ჩანს რა არის ყალბი და რა ნამდვილი. ეს ძალიან დასამახსოვრებელი იყო. ასე ფიქრობთ ჩემი ხალხი თქვენზე. ჩემი აზრით ამერიკა მხოლოდ სახელმწიფო არ არის, ეს იდეა იმის თუ რა გსურს და რა შესაძლებლობები გვაქვს. როდესაც მე ამერიკაში ვსწავლობდი, თითქმის საერთოდ არ გქონდა ფული რომ გვეცხოვრა. ხშირად გვიხდებოდა მხოლოდ ბანანის ჭამა, სანდრა პიცერიაში მუშაობდა რომ შევენახეთ. მაგრამ 2 წლის შემდეგ მე უნივერსიტეტის ხარისხი მქონდა. ორივე წესიერი სამსახური და ნორმალური ბინა. ამ დროს მე მახსოვს ორი რამ. დამავიწყდა რომ ვიყავი უცხოელი. ჩემი აზრით ყველა სხვა ქვეყანაში ეს არაა შესაძლებელი. ამერიკაში კი თავის სახლში გონია და კიდევ იყოს შესაძლებლობების დაუსრულებელი შეგრძნება. ამის მიღწევას ვცდილობთ აქ საქართველოში, ამიტომაც მსოფლიოს ამ ნაწილში საქართველო იქცა ასეთი იდეის მატარებლად. ეს პატარა ქვეყანაა, მაგრამ ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი ვართ ამ თვალსაზრისით. ის რაც გვინდა მივიღოთ ამერიკისგან სწორედ იმის განცდაა, რომ ყველაფერი შესაძლებელია. ასე ფიქრობთ ჩემი ხალხი და დღეს ეს ხალხია თქვენი მასპინძელი. მე
ვაცნობიერებ, რომ ქართული სადღეგრძელოს რიტუალი ძალიან კარგად არის ნაცნობი. როგორც მესმის, ერთი სადღეგრძელო აერთიანებს ყველას: ოჯახს, მეგობრებს, მეზობლებს, წინაპრებს, ისტორიულ პირებს და მსურს თქვა განსაკუთრებული სიტყვა. რატომ არის, რომ თქვენი ქვეყანა, თქვენი მთავრობა, თქვენი ხელისუფლება 2012 წელს არის მნიშვნელოვანი არა მარტო ქართული ხალხისთვის, არამედ ხალხისთვის ყველგან. დიახ, შეერთებული შტატები არის არა მხოლოდ ადგილი, არამედ იდეა და ეს ჩვენ ძალიან გვეამაყება. ჩვენ მტკიცედ ვდგავართ თავისუფლების, ადამიანის უფლებების, დემოკრატიის, ადამიანური ღირსებისა და ყველა ადამიანის ღირსების გვერდით, რომ მათ ღვთისგანბოძებული პოტენციალი განახორციელონ და ჩვენ ვაღიარებთ, რომ სწორედ მისკენ ისწრაფვის საქართველო. ბოლო 20 წლის განმავლობაში თქვენ ძალიან დიდი გზა გამრეთ. ჩვენ გვეამაყება, რომ ამ მოგზაურობაში თქვენთან ერთად ვიყავით. ჩვენ იმედიანად ვუყურებთ შემდეგ წლებსაც, სადაც თავისუფლება, დემოკრატია, შესაძლებლობები და ყველა ქართველის უფლებები აღიარებულია და აღდგენილია ინკლუზიურ საზოგადოებაში, რომელიც ნამდვილად ესაუბრება მსოფლიოს. ნება მომეცით ვადღეგრძელო ქართველი ხალხი. ყველა მათი იმედი და მოლოდინი და უდიდესი მეგობრობა შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის ახლო და შორეულ მომავალში. საგანგებო სადილის საპატიო სტუმრისთვის ქედაში სახელმწიფო მდივანს პრეზიდენტმა მეუღლესთან ერთად უმასპინძლა ჰილარი კლინტონმა ქართული ღვინო დააგემოვნა. ოფიციალურ მიღებაზე მიწვეული სტუმრების და დელეგაციის წევრებისთვის ხატია ბუნიათიშვილმა დაუკრა. სადილის შემდეგ კი საპატიო სტუმრისთვის ხატია ბუნიათიშვილთან ერთად დაუკრა თავად პირველმა ლედიმაც. საკუთარი შთაბეჭდილებები ჰილარი კლინტონმა სტუმართა წიგნში ჩაწერა, მანამდე კი ხატია ბუნიათიშვილს მაღალი დონის შესრულებისათვის მადლობა გადაუხადა. ძალიან დიდი სიამოვნება მივიღეთ. ალბომი თუ გაქვთ ჩაწერილი, CD არ გამოგიშვიათ? ვაპირებთ. აუცილებლად შევიძენ. ნუ შეწუხდებით, საჩუქრად გამოგიგზავნით. ძალიან შთამაგონებელი იყო. ყველაფერს საუკეთესოს გისურვებთ. მადლობთ. ჰილარის კლინტონის საქართველოში ვიზიტზე კომენტარი ჟურნალისტებისთვის საქართველოს პრეზიდენტმა გააკეთა მიხეილ სააკაშვილმა საუბრის დეტალებზე და ჰილარი კლინტონთან განხილულ საკითხებზე გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, ამერიკის სახელმწიფო მდივნის ვიზიტი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ამერიკა საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორად რჩება და მხარს უჭერს მის ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს. ეს გაიჟღერა რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვანი გზავნება. პირველი, თავდაცვის სფეროში გამოცხადა პროგრამა საქართველოს თავდაცვის უზრუნველყოფის გაძლიერების უკვე ოფიციალურად რა კომპონენტები შედგება, ძირითადი კომპონენტები გამოცხადა და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. მეორე, ამერიკამ აღიარა ის დოკუმენტები, რომელსაც ჩვენ გამოვცემთ აფხაზეთში და ცხინვალის რეგიონში ცხოვრები ჩვენი თანამემამულეებისთვის. ესე იგი, აქამდე ეს დოკუმენტები ჰქონდა აღიარებული რამდენიმე ბალტიურ ქვეყანას, იაპონიას და ახლა უკვე აღიარა ამერიკამ, რაც ნიშნავს, რომ ათი უკვე პრაქტიკულად ძალიან ბევრი ვინმე აღიარებს. ეს მიცემს საშუალებას, რომ ჩვენ თანამემამულეებს, რომელიც იქ დარჩენ, არა იყო ძალით ეს რუსული პასპორტები და საქართველოს სახელმწიფოს მიერ გაცემული დოკუმენტებით იმოგზაუროთ თემსოფლიოში. გაუხსნათ შესაძლებლობა. ეს არის მართლა წარმოუდგენლად დიდი დიპლომატიური ხარდაჭერა ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაციის მხრიდან, ამას უბრალოდ წილი მუშაობა ეკატერინბურგში და სხვების ვინც ამაზე მუშაობდნენ და მესამე ეს იყო არჩევნებზე ნათლად თქვა, რომ მაქსიმალურ რაოდენობის ნამდვილ დამკვირვებლებს გამოვაგზავნეთ. არა ხალხ დამკვირვებლებს, რომელიც შეიძლება სხვადასხვა სფერო და ვითომ დამკვირვებლებს ჩამოვიდნენ, ნამდვილ დამკვირვებლებს, ნამდვილ მეკრო კონგრესმენები, სენატორები ჩამოვიდნენ, ევროპარლამენტის წევრები, ესე იგი ის ხალხი, ვისაც ვერ მოისყიდია, ვისაც ვერ დააშანტაჟებდნენ და ვინც მართლა
იტყვის, რომ საქართველოში ჩატარდა როგორც ჩვენ გეგმავთ და იმედია რომ ზუსტად ასე ჩატარდება სამართლიანი გამჭირვალე ყველასთვის მისაღები არჩევნები. ქართველები მალე უვიზოდ იმოგზაურებენ ევროპის კავშირში, იმიტომ რომ გამოცხადა დიალოგის დაწყება უვიზო მიმოსვლაზე, ესე ამას უცებად არ შეგვიძლია და გუშინ რომ გამოცხადა რომ ევროპაში ჩავკვირდებით 23 ევროთ უახლოეს თვეების განმავლობაში რეისით და ასევე გაგზავს გავაგზავნებს სხვა მმართველობებს მინიმალურ ფასებში. ესე იგი, ადრე თუ 7%, 8% დაფრინავდა მარტო საქართველოს საზღვარგარეთ, ეხლა შეუძლია ყველას ეკრება ამის ეკონომიკის საშუალება. იარონ და რაც თავარი აღარ დაჭირდება ვიზა პასპორტი. სახელმწიფო მდივნის ვიზიტი მკაფიო გზავნილია რუსეთისთვის, რომ ამერიკის შეერთებული შტატები და დასავლეთი არ შეეგუებიან რუსეთის მცდელობას განახორციელოს თავისი იმპერიული მიზნები კავკასიის რეგიონში. ასე აფასებენ ჰილარი კლინტონის ვიზიტს საქართველოში. წარმატებული ქართული რეფორმები სხვა ქვეყნებშიც განხორციელდება, საქართველოს კი ამ პროცესში პარტნიორობას ამერიკის შეერთებული შტატები გაუწევს. სახელმწიფო მდივანმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ შეერთებული შტატები მხარს უჭერს საქართველოს მისწრაფებას ნატოში გაწევრიანებისკენ. ამერიკის შეერთებული შტატებმა ძალიან ნათლად გამოაცხადა უკვე ის, რომ ჩვენს მიერ გამოშვებული სტატუს ნეიტრალური დოკუმენტები, რომლებიც ამ ოკუპირებულ რეგიონებში მაცხოვრებელი ადამიანებისთვის არის განკუთვნილი, რათა მათ ჰქონდეს ლეგიტიმურად თავისუფალი მიმოსვლის შესაძლებლობა, აღიარებულია იქნება ოფიციალურ დოკუმენტად და ჩვეულებრივად გაიცემა ამერიკის ვიზები ამ დოკუმენტებშიც და ეს მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ჩართულობის პოლიტიკის განვითარებას და თვითონ ამ ადამიანების ბედის ბოლსაც პოზიტიურად წაადგება ბუნებრივია, რომლებიც დღეს ოკუპირებულ რეგიონებში ცხოვრობენ. ამ ვიზიტმა ძალზე ძლიერი იმპულსი მისცა ჩვენს სტრატეგიულ თანამშრომლობას ამერიკის შეერთებულ შტატებთან. ამ შეხვედრის დღის წესრიგი გამომდინარეობდა პრეზიდენტ ობამას და პრეზიდენტ სააკაშვილის იანვრის შეხვედრიდან. საუბარი იყო გაღრმავებულ სამხედრო თანამშრომლობაზე, კონკრეტულ პროგრამებზე, საქართველოს უსაფრთხოების გამტკიცების კუთხით, თავდაცვის უნარიანობის ამაღლების კუთხით. ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობამ მხარი აუღა საქართველოს სტრატეგიას ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში და მისი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტის ნეიტრალური სტატუსის დოკუმენტების ლეგალიზაცია მოხდა ამერიკაში. ეს არის ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი წარმატება, რომელიც საშუალებას მოგცემს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მაცხოვრებელ მოსახლეობისთვის შექმნათ დამატებითი საშუალებები მათთან ურთიერთობებისთვის და მათ მიეცეთ საშუალება ამერიკაში მოგზაურონ, მიიღონ 10 წლიანი ვიზები. ჟღერდა ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილები, როგორც ჩვენი საერთაშორისო ნატოში ინტეგრაციის მხარდაჭერის აგრეთვე ორმხრივ ურთიერთობებში. თქვენ იცით, რომ ქარტია მოიცავს მნიშვნელოვანებს საკითხებს, როგორც არის უსაფრთხოება, თავდაცვა, ეკონომიკა და ყველა ამ მიმართულებით დაწყებული საქართველოს თავდაცვის უნარიანობის გაძლიერება, ჩვენი უსაფრთხოების გაძლიერება. ამ დროისთვის სულ ეს იყო გასული 33 წუთის განმავლობაში. თქვენ დაინახეთ რეალობა ჩვენთან ერთად. ჩვენ 15 საათამდე გემშვიდობებით, დროებით.